სიგნიფიკაცია. შენ თუ შემთხვევით შეხვდა ეს ვიდეო, ნახე სიგნიფიკაცია და თუ შენია სიტუაცია, მოусმინე ინფორმაციას. რა ხდება შენს თავსა და გულში? აქ მეყურებს ადამიანი, ვინც ფიქრობს ან დაოჯახებაზე თავის მამაკაცთან დაკავშირებით, ან ქორწინებაში იმყოფება ადამიანი და ფიქრობს აქ რას გულისხმობენ ერთი წამი. კარი მნიშვნელოვანი წველი მოსული, ყოველ შემთხვევაში შენ ვინც მეყურებს, შენ და ის ადამიანი სამყაროსთვის ხარ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები. მიწიერ დონეზე შენ ფიქრობ ეხლა თქვენს ქორწინებაზე, თქვენს სერიოზულ ურთიერთობაზე, შეიძლება ამასთან დაკავშირებით მიწერე ამ ადამიანს, ან ფიქრობ მიწერას ამ ადამიანისათვის და ელოდები ან მის აზრს, რას მოგწერს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ან აქ ვიღაცა შეიძლება უცნაური გაშლა მეყურებს ისეთი, ვინც ფიქრობს ისეთ მამაკაცზე, ვისაც ყავს ცოლ შვილი, ან ცოლი ყავს ორსულად იმ კაცს და ფიქრობთ თქვენ, რომ რა იქნება თქვენს ურთიერთობაში, ან გაიგეთ, რომ დაუშვათ მაგ მამაკაცის ცოლი არის ორსულად და არიცით ახლა მაგათი ურთიერთობა გადავა ახალ სასიამოვნო ეტაპზე, ეს ადამიანი თქვენზე გააკეთებს თუ კიდე თუ არა არჩევანს და გექნებათ თუ არა ისევ სექსუალური ურთიერთობა და ამ შვიდი ყოფნა ამ კუთხით, თუ არ გექნებათ. აი აზრზე არ ახართ, ეხლა ეს კაცი არის თავისთვის გაყინულ მდგომარეობაში, იმ ხალხს ძალიან დიდი ძალა აქვს და გავლენა ამ ადამიანზე და თქვენც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხართ და ეს კაცი განიცდის ძლიერ ასე ვთქვათ, სტაგნაციას თქვენთან მიმართებაში. Აიმე ფიქრები შენ გაქვს ისეთი ფიქრები, რომ აი არ ვიცი რა, განსაკუთრებით ღამის საათებში, ძილის დროს, პერიოდში შეიძლება მომენტალურად გაითიშო, მერე გაგეღვიძოს, ისე რომ აი ესე ოფიციალურად დაიძინო, არა, ამ ფიქრებში გაითიშები, გაგეღვიძება და აი ამ სასწაულ ენერგია არიცი ეს ურთიერთობა რას იზავს საერთოდ, აი ფიქრობ ღმერთო ბედო რა მელოდება, რა იქნება საერთოდ. აქ ვიღაც შეიძლება ფიქრობს კიდევაც, რომ ვიღაცამ რაღაცა ხო არ გაუკეთაო ამ კაცო, რომ ისე რა ქვია, ესე გავიდა ჩემგან ურთიერთობიდანო. მე არ ვიცი რანაირი გაშლა. ესეთი გაშლის სათაურია, მოხდება თუ არა ის, რაც შენ გინდა. მე არ ვიცი ხა აქ ვის რა გინდათ, ეგ ტარო გიპასუხებთ და შენ იცი თავისთავად და იცნობ სიტუაციას. ბედისწერა კი ჩემი გამტარობით და ტაროს საოცარი ინსტრუმენტის დახმარებით უპასუხებ შენ შეკითხვას. უახლოესი 3 თვის მანძილზე მოხდება თუ არა ის, რაც შენ გინდა. სხვათა შორის შენი სამართლიანი ქმედებების ფონზე სამყარო გეუბნება, რომ სამყაროს სამართლიანობის წყალობით კი შენ აქ უმოქმედოდ არიჯექი ნამდვილად და სწორი სუფთა ქმედებების ფონზე ნამდვილად მოხდება ის, რაც შენ გინდა. კი,
ამ ურთიერთობაში რატო ვამბობ არ ვიცი, თითქოს გამოხვალ გასუფთავებული ამ გაუგებრობიდან, რაშიც ახლა ხარ და სწორ გესიღებდი, იცი, და ახალ ეტაპზე გადავა ეს ურთიერთობა, თითქოს ახლიდან დაიბადება თქვენი ურთიერთობა და ახალ ეტაპზე ნამდვილად გადავა, კი, აქ არანაირი მერყეობა არ იქნება, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, რისი მეშვეობითაც ურთიერთობა დიდი ალბათობით ახალ ეტაპზე გადავა. ძველი სიტუაცია სრულდება, მე უბრალოდ იცი რა მაინტერესებს. მე ხო ძალიან ღრმად მიყვარს შესვლა, მოდი ვკითხოთ ახლა ეს ახალ ეტაპზე ეს ურთიერთობა რა ფორმას მიიღებს, რა ფორმით გადავა. უი რაღა ვქნა. ჩემო ძვირფასებო, თქვენ თუ იყავით თავისუფალი ქალი და ამკაცო სექსუალური ურთიერთობა გქონდათ, აქ სიყვარული იყო, იცით, და სუფთა ემოციები, სუფთა დამოკიდებულება იყო და ოჯახურ თემაში რაღაცა ძალიან ძლიერი ის გაქვთ გავლენა ამ კაცზე, როგორც ცოლი ისეთ ეტაპზე გადავა. რჩევა ამ გოგოს. ჩემო ძვირფასებო, აქ გეუბნებია, რომ მომავალში შენი ურთიერთობა ზუსტად დაინახე, როგორც გეკუთვნის ისე, ჩაიხედე სარკეში და ახალი ეტაპიზე გადასასვლელად მიიღე გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურობის კუთხით. აქ შენ იმსახურებ ნამდვილად იმას, რომ იყო მიმღების პოზიციაში ქალი, რომელიც არის დაუშვათ ცოლი. ამიგე და არა მხოლოდ ის, რომ სექსუალური ურთიერთობა და რაღაც ესეთი. აქ შენ გადაწყვეტილებას თუ ვერ იღებ, დაუშვათ როგორ გააგრძელო ურთიერთობა, როგორი იქნება ურთიერთობა, ან გეეჭობა იქნება თუ არ იქნება, შენს თავში გაიჯინე ის, რომ შენ გეკუთვნის მხოლოდ ეს პოზიცია და მიიღებ. კი, და დამთავრდება შენი მტკივნეული ეტაპი, რომელსაც გადიხარ დიდი ხნის განმავლობაში, აი ამ ფიქრებით, რომ რა ვიცი, აბა ღირსი ვარ კი ხარ, გეუბნებიან, ჩაიხედე სარკეში და დაინახე შენი თავი და მხოლოდ ამის ფონზე მიიღე გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმპერატრიცის პოზიცია. მე კი გემშვიდობები მომავალ შეხვედრამდე, ჩვენ შევხვდებით ძალიან მალე, ბედნიერად.